გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 11 საათზე. მე ქეთი ლაცაბიძე ვარ. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება, პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წუთში. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიან. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბესო ხარძიანი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი მზად არის, რომ დღეს საგამოძიებო კომისიას მოუყვეს იმ მდგომარეობის შესახებ, რა პირობებშიც მამამისი საპატიმროში იმყოფებოდა, როდესაც 2011 წელს დააკავეს. ხარძიანი გვეუბნება, რომ ზოგადად მნიშვნელოვანი არის ამ კომისიის მუშაობა არა მხოლოდ მათი ოჯახისთვის, არამედ ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სისტემის მხრიდან მსხვერპლი იყო. ხარძიანი გვეუბნება, რომ მათ სისტემის მხრიდან ზეწოლა განიცადეს და ზოგადად სისტემის მსხვერპლი იყო მათი ოჯახი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის კონტექსტში, არამედ ბიზნესის რეკეტის ნაწილშიც, ისიც რომ საქმე ეხებოდა კუს ტბის წილებს. ხარძიანი ამბობს, რომ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მამამისი საპატიმროში, ამას დეტალურად მოუყვება საგამოძიებო კომისიას. პირველი არის სწორედ ბესო ხარძიანი, რომელსაც სულ ცოტა ხანში უკვე მოусმენ საგამოძიებო კომისია. გარდა ამისა, დღეს ასევე როგორც საგამოძიებო კომისიის წევრები გვეუბნებიან, მოусმენენ გია უდესიანის ცოლის ძმას, ის საპატიმროდან ჩაერთვება. იცით რომ გია უდესიანს ოჯახი ასახელებს ბესიკ ხარძიანის შეკვეთილი მკვლელობის ავტორად. ბიზნესმენი 2015 წელს მოკლეს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შესწავლის მთავარი საგანი არის ბიზნესმენის მისამართით საპატიმროში არა ადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები. არა მარტო ჩემთვის, ყველა ქართველისთვის, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, ესე ვიტყოდი, დაზარავდა, ყველა ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ჩვენ არ ვართ შურისმაძიებელი ოჯახი და ხალხი, მაგრამ ერთია ჩვენ რა გვსურს და გვინდა, მეორე არის კანონი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევებს იმ სახელმწიფოში, რომელსაც სახელმწიფოში დღეს ჩვენ ვიმყოფებით და დღეს სწორედ იმათმა უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებრივ ქცევებზე პასუხი. ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი, ყველა სისხლის სამართალით შეგვეხო, ქონების ნაწილით შეგვეხო, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ თქვა ვწდები ციხის ეპიზოდი. ეს ეხება მის მიმართ წამებას და ადამიანურ მოპყრობას პენტენციურ სისტემაში, რამაც შემდგომ გამოიწვია უკვე მისი ქონების სხვა პირებისთვის გადაცემა იძულებით, ანუ ბიზნესის რეკეტსაც შეეხება, მაგრამ უმთავრესი ნაწილი ამ შემთხვევაში იქნება საუბარი დღეს მის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობაზე, სასტიკ მოპყრობაზე. პირველი, ვისაც მოусმენთ, იქნება მისი შვილი, ასევე იქნება მისი ადვოკატი, იქნება უდესიანის ადვოკატიც და უდესიანის ცოლის მას შეგვეკვება პენტენციური სისტემით. წილების საქმე ესე ქვია, ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრი ემოციური მომენტი არის, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის სფერო არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ და მძიმე ფაქტების წინაშე დადგნენ ამ საქმის მონაწილეები. საგამოძიებო კომისიის სხდომა უკვე დაიწყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკვე კონკრეტულ საქმეებზე მუშაობას იწყებს საგამოძიებო კომისია და პირველი გახლავთ გახმაურებული საქმე ბიზნესმენ ბესო ხარძიანთან დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს დააკავეს და საგამოძიებო კომისია შეისწავლის, როგორ ექცეოდა სისტემა მას საპატიმრო დაწესებულებაში. ბესო ხარძიანის ვაჟი არის პირველი მომხსენებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა პარლამენტიდან. ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე საკონტროლოდ შესყიდვის ბრალდებულებისგან საკონტროლოდ შეისყიდეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკები და შესყიდვის ფაქტების ამსახველი ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერებიც აქვთ. პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის
მოხმარების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციო დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასეთი იყო ქრონიკა 11-ზე. შევხვდებით ერთმანეთს 14 საათზე. დროებით.